და რამდენიმე წამში უკვე განახლდება შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და ოლიმპის კალათბურთელთა მონაწილეობით. შეეხსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი ტაიმი, ანუ პირველი 2/4 დასრულდა ოლიმპის გამარჯვებით 12 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 48-36. შეეხსენებთ, რომ დღევანდელ ამ მატჩის რეპორტაჟს უძღვებით მე გიორგი გულბანი და ჩემი კოლეგა საბა ნიკოლაიშვილი. რა შეიძლება ითქვას, საბა, მოდი პირველი ტაიმის შემდეგ, მოდი შევაჯამოთ ძალიან მოკლედ და ვთქვათ, ამდენად დამსახურებულად იგებს ოლიმპი. პირველი მეოთხედი, გიორგი, ძალიან კარგად დაიწყო ეს ტეუმ. წინაც იყო რამდენჯერმე, მაგრამ როგორც უკვე ჩვეულებად ექცა ეს ტეუს კალათბურთელებს. პირველი მეოთხედის კარგად თამაშის შემდეგ დაკარგეს ის უპირატესობა, რაც გააჩნდათ და უკვე ოლიმპი 12 ქულიანი სხვაობით, რაც უკვე ცოტა აღარ არის და პატარა აღარ არის, იმარჯვებს. ოლიმპად გამოიყენა თავისი დიდი უპირატესობა სამწამიანში სტევან მილოშევიჩის და ივო ჰოგერის სახით. ასევე ძალიან კარგად თამაშობდნენ თენეიშვილი, ფაცაცია პერიმეტრებიდან და ეს კარგი თამაში და ეს უპირატესობა უკვე ქულათა მარაგში გამოჩნდა 12 ქულიანი სხვაობით წინ არის ოლიმპი. ნამდვილად დაგეთანხმები, რომ ეს ტეუსთვის ტრადიციად იქცა კარგი სტარტი, თუმცა ვეღარ აგრძელებს შემდეგ სათანადო და ვერ ინარჩუნებს აი უპირატესობას, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ახერხებს და იწყებს თამაშს. საერთოდ ეს უკვე არა მარტო ამ ჩემპიონატის, არამედ მთლიანად ამ გუნდის სენად იქცა უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში და კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს იმას, რომ ეს ტეუს 2012 წელს რეგულარულ ჩემპიონატში საერთოდ არ მოუგია, მან გასული ჩემპიონატის, გასული სეზონის მეორე წრე მთლიანად ყველა შეხვედრა წაგებით დაასრულა და მიმდინარე ჩემპიონატშიც 8 თამაში აქვს ამ შეხვედრამდე გამართული. ზურაბ ტომარაძის გუნდს და 8 შეხვედრა ამ გუნდმა წააგო. უკვე 18 შეხვედრა დაუგროვდა ეს ტეუს, რაც აგრძელებს ამ წაგებათა უსიამოვნო სერიას და მე ვფიქრობ, რომ ალბათ დღევანდელ თამაშიც საშიშროებაა, რომ მე-19-ს კი ბატონო, მომდევნო ორი წაგებას განიცდის ეს გუნდი, თუმცა აქტიურად დაიწყო ეს ტეუმ. მეორე ტაიმი უკვე მესამე-მეოთხედი საწყისი წუთებია და შეიძლება შედეგიანი არა, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ახალგაზრდა გუნდს სურს, რომ თამაში გადაარჩინოს და ბოლომდე იბრძოლოს. რაც დასაფასებელია ალბათ მაინც და რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ერთი ყველაზე დიდი და შესამჩნევი რაც არის ამ ორ გუნდს შორის ის არის, რომ სამწამიანში კაცი არ ყავს საერთოდ ეს ტეუს ისეთი, რომ გააჩერებს სტევან მილოშევიჩს. აი წეგანაც ძალიან მარტივად შემოტრიალდა და ძალიან მარტივად ჩააგდო ორი ქულა მილოშევიჩმა. რაც შეეხება პერიმეტრიდან სროლებს, არც ამაში გამოირჩევიან დიდად დღევანდელ თამაში ეს ტეუს კალათბურთელები. ოლიმპის კალათბურთელებს ბევრად უკეთესი სტატისტიკური მონაცემები აქვთ ამ პერიმეტრიდან სროლებში. მაგრამ რავი, მაინც იმედი არ დავკარგოთ, რომ ეს თამაში ამ თამაში ქულებს შორის ძალიან დიდი სხვაობა იქნება და ინტერესს დაკარგავს ეს თამაში. გეთანხმები, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ სურს, რომ ამ თამაშმა ბოლომდე შეინარჩუნოს ის ინტერესი და ინტრიგა, რომელიც ზოგადად ხიბლავს სპორტის გულშემატკივარს, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს იბრძვის და ცდილობს აჩვენოს საინტერესო კალათბურთი, ასე რომ მე მგონი ცუდი თამაში არ გამოვა. იმის გათვალისწინებითაც, რომ ოლიმპს ყავს გუნდში რამდენიმე ძალიან კარგი და მაღალი კლასის მოთამაშე, რამაც მთლიანობაში დღევანდელ შეხვედრას უნდა შეძინოს და უნდა შეუნარჩუნოს ინტერესი და აი ეს ხალისი, რომელიც ზოგადად ახლავს აი ამ სახეობას სპორტისა. ეხლა ადო ჩაშვაიამ ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან კარგად დააფიქსირა ორივე ფეხი და ლევან ფაცაციას აკიდა შეტევაში ჯარიმა, ძალიან ჭკვიანური მოქმედება იყო ტატოს მხრიდან. სტენსოკი შემოიყვანს ბურთს თამაში, ესტონელი გამთამაშებელი, ერთ-ერთი ლეგიონერი ამ გუნდისა, ოლიმპს გულისხმობ და უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად გამოდიან ზოგადად უცხოელი კალათბურთელები ოლიმპისა მიმდინარე სეზონში, იგივე ის მილოშევიჩი, ტუცი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ და გუნდის წამყვან მოთამაშეებად გვევლინებიან. ბირთვად ითვლებიან. რასაც ვერ ვიტყვი, შეიძლება იგივე ივო ჰოგერზე, მაგრამ მე მაინც წამს, რომ ადამიანს გაცილებით მეტი შეუულია, მახსოვს რა
გასული სეზონი მისი მონაწილეობით და მახსოვს რომ ჩეხი კალათბურთელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძირითადი ფიგურა იყო შარშანდელ ოლიმპიში. პარკეტზე და ბევრად უკეთეს ფორმაშიც იყო. მაგრამ გია კაზანჯიანს როდესაც ჭირდება მისი სიმაღლე, მაშინაც ჰოგერი თავის 2 და 6 კლუბს მაინც აკეთებს. მე მახსოვს თამაში ჰოგერის მონაწილეობით ბათუმში და მახსოვს მაშინ რომ ჰოგერმა ითამაშა 20 წუთი, ანუ დავარქვათ ესე 2/4 და ამ 2/4-ის განმავლობაში 30 ქულა ძალიან უპრობლემო დაიღო. კიდე კაი გამოიყვანთ, თორე რაღაც სასაულ რეკორდს გააკეთებდა ალბათ, რომ ვეღარ მოხსნიდა ისეც და დაასვენა, აღარ ჭირდებოდა ყოველ შემთხვევაში შემდეგი ტური მახსოვს არმიასთან ქონდა მაშინ ოლიმპის ათამაშო, ასე რომ თავის საქმე მოითავა მაშინ ჰოგერმა და კაზანჯიანმაც მიცა დასვენების უფლება. რა ხდება? ნელ-ნელა იზრდება უკვე უპირატესობა ოლიმპის 19 ქულა არის უკვე სხვა. პირველში ვერ გამოიყენა შანსი, შეემცირებია სხვაობა. ძლიერი პასი იყო თუ ვერ ივარგამ შემთხვევაში. მეგონი თენეიშვილი შეცდომა უფრო იყო ვიდრე პასის სუვარგისობას რო დავაბრალოთ, იმიტომ რომ კარგი და ზუსტი პასი მისცა რომ თენეიშვილმა ვერ მოახერხა გაჩერებულს. როგორ ფიქრობ, ხო არ დაკარგა мотиваცია ოლიმპმა? მე მგონი ოლიმპმაც мотиваცია დაკარგა და STO-ს კალათბურთელებს შეეგუნენ იმას, რომ ამ თამაშის გადარჩენის შანსი აღარ აქვს და ძალიან მარტივად აი ჩანს კიდეც რომ 4-1-ზე 3-1-ზე უწევთ უკვე ოლიმპის კალათბურთელებს თავდასხმაში შეტევაში თამაში. ალბათ ეს უკვე ის ვარიანტია, როცა წვრთნელი STO-ს მსმელი უნდა ალაგებდეს, სადაც სამომავლო გეგმებს და კომბინაციებს უფრო უნდა ალაგებდეს გუნდი. და ალბათ ოლიმპიც არ მოიკლავს თავს დღევანდელ თამაში, რადგან შემდეგ ტურში უკვე ელის და ძალიან მალე იქნება შემდეგი ტური. შეგახსენებთ რომ უკვე პირველი წრის ბოლო თამაშები გაიმართება 22 დეკემბერს, ერთ თამაში 23-ში ბათუმში, თუმცა ძირითადი 4 შეხვედრა ჩატარდება სპორტის სასახლეში 22-ში და ოლიმპი სწორედ დაუპირისპირდება არმიას. ეს იქნება ძალიან საინტერესო მატჩი, არა მარტო ამ ტურის დამღის, არამედ რეალ ჩემპიონატის და ცენტრალური მატჩი. მე ვფიქრობ, რომ გია კაზანჯიანი უკვე ფიქრობს სწორედ არმიასთან დაპირისპირებაზე და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ არმია მას შემდეგ რაც შარშანდელ სეზონში წაუგებლად გამოვიდა რეგულარულ ჩემპიონატში, აღარ არის ისეთ სიმაღლეზე, წელს 2 თამაში ამ გუნდმა უკვე წააგო გასული 9 შეხვედრიდან და გია კაზანჯიანს უკვე აქვს ალბათ სრული შანსი უფლება იმის რომ იფიქროს თავად რევანში დავარქვათ ასე გარკვეულწილად და შეუძლია რომ რეგულარულ ჩემპიონატში მოიგოს ეს შეხვედრა არმიასთან და დაასრულოს რეგულარული პირველობა პირველი წრე პირველ ადგილზე, რადგან იმ შემთხვევაში თუ ოლიმპამ დღევანდელი მატჩი მოიგო, გავხდება 17 ქულა და უკვე პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს ერთპიროვნულად და თუ შემდეგ ტურშიც მოიგო, რა თქმა უნდა შეინარჩუნებს უკვე პირველობას. სტატუსს რა თქმა უნდა, თუმცა აქვე საინტერესოა იგივე რუსთავიც, იგივე ნაგაზაკოთა სამინისტროს მოიყურება იგივე რუსთავი წინა სეზონში ძალიან სუსტი გუნდი იყო. სანი და წელს ბევრად ძლიერი გუნდი შემოთავაზა და პირველობაზე აქვს პრეტენზია და საუკეთესო 4-ხელშიც უნდა რა. ასევე შსს-ც შეიძლება ითქვას, შსს-მ წინა წელს თუ არ ვსწრები მე-6 ადგილისთვის იბრძოდა, მე-5 ადგილზე დაამთავრა, წელს კი ალბათ მინიმუმ ფინალს აუცილებლად ითამაშებენ. ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად გეთანხმები, საბა, ნამდვილად ასეთ სახეცვლილება ამ გუნდებისა ჩვენ ჩემპიონატს დამატებით ინტერესს ძენს. მართლაც რუსთავს მოენატრა ის გუნდი, რომელიც იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის და არა იმისთვის, რომ უბრალოდ არ გავარდნა რა თქმა უნდა ზედმეტია, თუმცა პლეი-ოფში იგულისხმობ, რომ თუნდაც გასულიყო პლეი-ოფში უკვე ბოლო წლებისთვის ეს გუნდისთვის წარმატებად ითვლებოდა, მაგრამ გვახსოვს ჩვენ ტრადიციები ამ კლუბისა და გულშემატკივრებს ყოველთვის სულს იხილოს უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი რუსთავი. რუსთავში კალათბურთი ყოველთვის ძალიან უყვარდათ და ყოველთვის მაღალ დონეზე იყო. ასე რომ ალბათ ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია. რუსთავის დაბრუნება დავარქვათ და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მართლაც კარგი გუნდი ყავს, კარგი მთავარი მცდელი ყავს, რომელმაც იცის როგორ ათამაშოს გუნდი, თუმცა დღევანდელ თამაში სამინისტროს გუნდმა ვერ შეძლო გამარჯვება და საკმაოდ სიმპათიურ თბილისის დინამოსთან 83-78 დამარცხდა. ეს იყო ტურის ცენტრალური მატჩი. ბარემ შევეხები და ვიტყვი დღევანდელ
ტურის სხვა მატჩების ანგარიშებსაც არმიამ 99-76 დაამარცხა ბათუმი და კიდევ ერთხელ აუღნიშნა ამ შეხვედრაში აღსანიშნავი ფაქტი იყო რომ კეშელავამ 41 ქულა ბათუმის კალათბურთელმა ჩააგდო საკუთარ აქტივში რაც მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდია ამ მაჩვენებლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 69-83 დათმო ქუთაისთან მიუხედავად იმისა რომ 3-4-ის განმავლობაში იგებდა ბოლო მეოთხედი პირწმინდა წააგო და ძალიან თამაში წააგო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ცენტრალური დაპირისპირება თბილისის დინამოსა და შინაგაზაგვეთეს ამისოს აკადემიის გუნდებს შორის დინამომ 83-78 მოიგო STU ოლიმპიის დაპირისპირების შემდეგ ანუ ამ თამაშის დაასრულების შემდეგ კი გაიმართება ტურის დარჩენილი ბოლო მატჩი და პარკეტზე გამონეს სამედიცინოსა და სოხუმის კალათბურთელები. დავუბრუნდეთ გიორგი ჩვენს მატჩს. უკვე 22 ქულიანი სხვაობა არის. ოლიმპი ძალიან ჯაბნის უკვე STU-ს. 4 სადაც დაახლოებით 4 წუთი არის და მესამე მეოთხედის დამთავრება უნდა დარჩენილი და ჩემი აზრით 22 ქულიანი უპირატესობა ძალიან ბევრია. მით უმეტეს თუ STU-მ ესე გააგრძელა ოლიმპი აუცილებლად გაზრდის თავის უპირატესობას. და ის იმის ფონზე როცა ოლიმპი ყოველგვარი ზედმეტი ძალის ხარჯვის გარეშე ახერხებს სასურველი შედეგის და მიზნის მიღწევას. ნუ აშკარად გამოიკვეთა რომ STU არის მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე სერიოზული აუტსაიდერი სამედიცინოს თან შეხვედრაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეს რადგან სამედიცინო და STU იყო დარჩენილი გასული ტურის წინა ტურს გულისხმობ მოუგებელი გუნდები და ერთ-ერთს ექნებოდა შანსი პირველი მოგება ჩაეწერა საკუთარ გრაფაში თუმცა STU-მ ეს ვერ მოახერხა და გაიმარჯვა სამედიცინომ მიუხედავად იმისა რომ STU ამ თამაშიც იგებდა. აკი პირველაშვილი დადგება საჯარიმო ხაზზე შეასრულებს ორ საჯარიმო სროლას და შეიძლება რომ ეს 22 ქულიანი სხვაობა მაქსიმალურად ან 20 ქულამდე შეამციროს. პირველი საჯარიმო სუსტია. აქ ვხედავთ რომ დღეს პირველად მოედანზე გამოვა კუჭავა STU შემადგენლობაში. პირველაშვილმა მეორე საჯარიმოც გამოიყენა და ტაიმაუტი. ეხლა ალბათ გია კაზანჯიანი დაუხაზავს იმ სქემას და იმ კომბინაციებს, რომელსაც ოლიმპი სამომავლოდ, ანუ არმიასთან სათამაშოდ გამოიყენებს. ერთგვარი კარგი ვარჯიში გამოუვა გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით ოლიმპს, რათა მომავალ ტურის ცენტრალურ თამაშს, გულისხმობ რა თქმა უნდა არმიასთან დაპირისპირებას შეხვდეს უკვე სრული მობილიზებით და სასურველ ფორმაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე შაბათს 22 დეკემბერს გაიმართება თამაში სპორტის სასახლეში არმიისა და ოლიმპის კალათბურთელების მონაწილეობით და ეს იქნება ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თამაში. ძალიან საინტერესო თამაში, ალბათ არც კოტეტუღუს აქვს გადაწყვეტილი ის რომ დამარცხდეს მისი გუნდი და ისიც ძალიან კარგად დღეს მათაც ძალიან ადვილად დაამარცხეს. მათ თავიანთი მოწინააღმდეგე და მსგავსად ოლიმპისა ისინიც ალბათ ზუსტად იმავე სქემებზე და კომბინაციებზე მუშაობდნენ, სადაც დღეს ოლიმპი ეხლა ოლიმპი მუშაობს არმიის წინააღმდეგე. გამოდი ბარემ ვიტყვი მოსაც რომ შემდეგ ტურში STU-ს მეტოქე უკვე მოხდება შაბათის პირველი თამაში. იქაც რა თქმა უნდა STU არ მოისაზრება ფავორიტად, რადგან დინამო მშვენიერ ფორმაში არის, ძალიან კარგ კალათბურთს თამაშობენ. და ალბათ მიმდინარე წელსაც დაასრულებს STU სრული კრახით. ნუ ყოველ შემთხვევაში პროგნოზები არასაიმედო უნდა იყოს მათთვის. არასასურველი უფრო სწორად. ძალიან სუდი ალბათ ამ ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის იმ მხრივ რომ ფსიქოლოგიური მომენტია 19 თამაში მოგებული არ აქვს, ეს ძალიან სუდი არის ალბათ. მოდი ვთქვათ მაშინ ისიც რომ ძალიან განმურჩეულია მიმდინარე ჩემპიონატი სატურნირო თვალსაზრისით და ცხრილის ზედა ხუთეული, ნუ ექვსეული შეიძლება მივაკუთვნოთ. ძალიან მჭიდროდ არის განლაგებული და მოდი ვთქვათ ასე რომ ვერავინ ვერ იტყვის ესე ხელაღებით და გადაჭრით თუ რომელი გუნდი დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე და როგორ განლაგდება შემდგომი პოზიციები. შარშან მაგალითად და შარშან წინაც იყო ამის სერიოზული არ იყო ამის პრობლემა, რადგან არმია ერთი თავით ყველაზე მაღლა იდგა და ნუ წაუგებელად კი დაასრულა. ვინ იქნებოდა ფინალისტი არმიას ვინ შეხვდებოდა ფინალში. ბატონო, ნამდვილად მართლაც ასეთი სიტუაცია იყო და ეს შეიცვალა გაცილებით უფრო დრამატული, დაძაბული და კულმინაციური
ვითარებით და პირადად ჩემთვის საინტერესოა ძალიან და ალბათ კალათბურთის გულშემატკივრებით ზოგადად. ზოგადად ლიგისთვისაც, ალბათ სუპერლიგისთვისაც უფრო კარგია, რათა ბევრი გუნდი ბრძოლებს ფინალისთვის და ჩემპიონობისთვის, მით უფრო საინტერესო გახდება ყველაფერი. გიორგი კუჭავა. ნახოთ. არაპროგნოზირებადი ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესოა და დაველოდოთ. შემდეგ ტურში უკვე შემდეგი ტურის ბოლოს გვეცოდინება პირველი წრის საბოლოო ცხრილი და ნახოთ ვინ მოახერხებს პირველ ადგილზე დაასრულოს 2012 წელი. ამასობაში კი STU სამქულიანიდან ცდილობს ქულათა სხვაობის შემცირებას, მაგრამ არ გამოსდის ფაცაციამ. კარგად მოახერხა საკუთარი იერიშის წამოწყება, ხოლო დაასრულა ეს ასევე ზუსტად სტევან მილოშევიჩმა და ანგარიში გახდა 70-ით 49, უკვე 21 ქულას შეადგენს ოლიმპის უპირატესობა. სტევან მილოშევიჩმა უკვე 18 ქულა დააგროვა. ძალიან მარტივად, იმიტომ რომ მას წესიანი მოწინააღმდეგე არ ყავს, STU-ს ცენტრი არ ყავს, რომ უბრალოდ დაუდგეს და შეაჩეროს იგი და ძალიან ადვილად და მარტივად აგროვებს ის თავის ქულებს. და მართლაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დააკლდა ამ გუნდს სოსო შერმადინი. რადგან არ იყო ის საუკეთესო ფორმაში და ძალიან შორს იყო იმ სოსო შერმადინისგან, რომელიც ჩვენ გვახსოვს მის საუკეთესო პერიოდში, მაგრამ მაინც დიდი სამუშაოს უსრულებდა გუნდს. დიდი გამოცდილება ჰქონდა და მისი სიმაღლე და აღნაგობა ძალიან წარდგებოდა დღევანდელ თამაში STU-ს. მოდი რახან დანაკლისებ თქვით, ვახსენოთ ის, რომ ოლიმპი თამაშობს მიხეილ ბერიშვილის გარეშე, რომელსაც ტრავმა აქვს და გია კაზანჯიელმა დაასვენა ის არგარისკა და ჩემი აზრით სწორედ მომავალი დაპირისპირებისთვის შემოინახა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. აქვე სტოკმა ჩააგდო თავისი მეორე ჯარიმაც და გია კაზანჯიელმა დაასვენა იგი, შემოვიდა მოედანზე მიქელაძე. STU იწყებს თავის მეორე შეტევას, ანგარიში არის 52-71 ოლიმპის სასარგებლოდ, მესამე-მეოთხედის დასრულებამდე დარჩენილი არის წუთი და 25 წამი. კორიძე ბურთით. კუჭავამ გაუშვა სამიანი. მაგრამ ძალიან ესე ალბეთზე გაუშვა ჩემი აზრით. გადაგდებულ ბურთს. ხო, აი გადაგდებულს გავდა უფრო რა. ეს არ იყო გამიზნული ყოცნა და როგორც უგულოდაც ისროლა და ვარქვათ ასე ისეთი გაგრძელება მოყვა შემდგომ შედეგის თვალსაზრისითაც. ივო ჰოგერს ხედავთ ახლა გამოდის. ივო ჰოგერი ბერეკაშვილის საკმაოდ თვალებით უყურებს. ტერს მოხდა ივო ჰოგერის ხელი და ალბათ ყველა ზედმეტი კემამოსილებით არის გაწყობილი მის მიმართ. საკმაოდ ესეთი მართლაც გოლიათური აღნაგობის და გაუმეტყველების, ბრისხანი გაუმეტყველების მქონე კალათბურთელია. ალბათ ერთი თავით მაღალია ყველაზე, ვინც ახლა მოედანზე არის. ომარაძე ბურთით. გულისაბედაშვილი, მიქელაძე, ისინ კორიძეა, გადააწყვეტა გულისაბედაშვილის დვალიშვილი ჰოგერი, ვნახოთ რა სიზამს ივო ჰოგერი ჩააგდო ყოველგვარი პრობლემის და ძალიან მარტივად ბარიერის გარეშე შეიძლება ითქვას ძალიან მარტივად კი ბატონო დაგეთანხმები. ბოლო 30 წამი რჩება მესამე-მეოთხედის დასრულებამდე და ძალიან ცუდი პასი გააკეთა კუჭავა, მაგრამ კორიძემ გადაარჩინა ბურთი, რომ ზონა არ ყოფილიყო. კორიძე ჯანაშემ გაუშვა სამიანი. ბურთი რჩება ოლიმპს. აღარ გამოსდის აშკარად თამაში STU-ს, გარკვეულწილად არ იკლავს თავს ოლიმპიც. თუმცა მშვენიერი შანსია საბა დამეთანხმები ალბათ იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც არ განიხილებიან ძირითად შემადგენლობაში, რომ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები და აჩვენონ გია კაზანჯიანს, კი ბატონო, თუ რისი მაქნისები არიან და წარმოვიჩინონ თავი. ამ შემთხვევაში მე სწორედ მიქელაძეზე მაქვს საუბარი. ირაკლი მიქელაძე ოლიმპის გამთამაშებელი, შეიძლება რომ ეს თავის შანსი გამოიყენოს, ამ შემთხვევაში მან საჯარი მოდამ ვერ ჩააგდო, თუმცა საკმაოდ აქტიურობს მოედანზე და ეს დასაფასებელი. მიქელაძეს წინა სეზონში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ბათუმის შემადგენლობაში ირჯებოდა და ძალიან კარგადაც
ანუ ერთადერთი ბათუმს ძალიან არასტაბილური, ძალიან კარგი ბურთი ჩააგდება კვეტენაზე. სამქულიანი ბაზერბითერი, როგორც იყვიან. ეს იყო ალბათ ამ მეოთხედის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და STU-ს შესრულებით ალბათ თავარი ყველაზე ესეთი ლამაზი წერტილი. დახმარებით. მიქელაძე საუბრობდი, რომ იმ დროინდელ ამ წინა სეზონის ბათუმში იგი იყო ყველაზე გამორჩეული კალათბურთელი. კეშელავასთან ერთად ალბათ. ხო, კეშელავასთან ერთად და კეშელავა ბათუმში დღევანდელ დღესაც დაამტკიცა, რომ იგი ძალიან მაღალი დონის კალათბურთელი არის. ნამდვილად ბათუმმა კეშელავას წინამძღოლობით საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწია არმიას. წინააღმდეგობას ეხლა თუ დავარქვევთ იმას, რომ ებრძოლა გამარჯვებისთვის ალბათ ძალიან ხამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ საკმაოდ საინტერესო თამაში რო გაჩაღდა, ამაში ალბათ ორივე გუნდს მიუძღვის წვრილი და ბათუმსაც რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კი გამოსარჩევს სწორედ ლაშა კეშელავა იყო თავისი რეკორდით 41 ქულა ჩააგდო ამ კალათბურთელმა და მიმდინარე სეზონში ქულათა მაღალი მაჩვენებლით რეკორდიც დაამყარა, ასე რომ დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას ამითაც იყო ხალხგასასმელი და გამორჩეული. ამასობაში კი მეოთხედებს შორის შესვენებას იყენებენ გუნდები. აი ახლა ვხედავთ, რომ ზურაბ ტომარაძე არიგებს თავის განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს სწორედ ეს გამოცდილი სპეციალისტი, რომ მეოთხედი მისმა გუნდმა ჩაატაროს აქტიურად მაღალ დონეზე და აქტიურად და ალბათ სწორედ იმასაც ამუშავებს, რომ ბოლომდე გადაანაწილონ ძალები ამ კალათბურთელებმა ისე, რომ ბოლო მეოთხედში შეერჩიათ რეალურად ბრძოლის უნარი და რეზერვი იმისა, რომ ბოლო მეოთხედში მთლიანად არ დაყარონ ფარხმალი, რადგან კიდევ ერთხელ გავუსვათ. მოდი საბა ხაზი იმას, რომ STU-მ ყოველ შემთხვევაში მე ვიხილე ამ გუნდის შესრულებით ყველა თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა დასაწყისში და საპირისპირო ძალიან ჩააგდო დასკვნითი ორი მეოთხედი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს და ვიტყვი, რომ ამ გუნდს მოგება არ აქვს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამ სიტყვების მოსმენა იმ ადამიანებისთვის, ვინც გულშემატკივრობს ზოგადად STU-ს და თulis რომ არ იმსახურებს ეს გუნდი ამ ცუდ შეიძლება ეს პირველ თამაშების პირველ ნახევარში აქტიურობა და კარგი თამაში გამოწვეული იყოს იმითი, რომ ფიზიკურად არ არიან მზად კალათბურთელები. გეთანხმები აბსოლუტურად. მაგრამ ამაზე შესაძლებელია მუშაობა, მაგრამ ეს 9 ტურის განმავლობაში ჩემი აზრით შეიძლებოდა რომ გამოსწორებულიყო, მაგრამ ყველა თამაში დაახლოებით მსგავს სტილში ჩატარდა და გარბენი დაფიქსირდა ამასობაში კვეტენაზე. კი ბატონო, საბა 100%-ით გეთანხმები, მე ჩემი აზრით ეგ არის, რომ ფიზიკური კონდიციები არის ასამაღლებელი ამ გუნდში, რადგან მეოთხედს, ანუ დასკვნით ეტაპს უკვე გუნდი ვეღარ ატარებს. ისე როგორც საწყის და მათ პრაქტიკულად ძალა აღარ შეეცევთ იმისა, რომ გაუწიონ წინააღმდეგობა მეტოქეს და ალბათ ამაზე სწორედ უნდა გააკეთონ აქცენტი აი ამ ზამთრის შესვენების პერიოდში და იმედია მეორე წრეში უკვე დასკვნით ეტაპზე STU სულ სხვა შემართებით და სულ სხვა ენერგიით დაგვიბრუნდება. და ჩემი აზრით კიდე მთავარი არის, რომ გუნდმა შეინარჩუნოს ის კალათბურთელები, რომლებიც ეხლა ყავს, იმიტომ რომ ყველა გუნდს და ყველა მწვრთნელს უჭირს შემდეგ ახალ გუნდთან ახალ მუშაობა, ადაპტაცია უნდა, დრო უნდა ყველაფერს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იგივე დღევანდელ STU-ს თუ შევადარებთ გასული წლის შემადგენლობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ლიდერი აკლია იგივე ლუკა ნოზაძე იყო შარშან STU-ში, ასევე იყო გიორგი ხანიაშვილი, ასევე იყო ტეტელაშვილი, ასევე თამაშობდა ამ გუნდში კობიძე, კოპალიანი, ასე რომ ეს ფაქტიკულად ერთი გუნდი ჩამოვთვალეთ ახლა ჩვენ და ძირითადი ბირთვი STU-ში ზუსტად ის კალათბურთელები იყო, რომელიც ჩვენ ჩამოთვალეთ. იგივე ტატო ჩაჩიბაია იყო, სოხუმში გადავიდა დაბრუნდა მერე ისევ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შენ აღნიშნე, შემადგენლობის შენარჩუნებას, იგივე იმ თვალსაზრისით, რომ ერთხელ შეთამაშებული და უკვე პრაქტიკულად ერთ მექანიზმად დაწყობილი გუნდი არ უნდა დაიშალოს და რამაც ალბათ აგერ არმიის მაგალითზე ნათელი ძალიან კარგი მაგალითი იყო, გამოჩნდა კიდეც Euro Challenge-ზე. ეს ყველაფერი კარგად. საპირისპიროდ საკმაოდ კარგად შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი ოლიმპმა, პლუს ამას დაამატა რამდენიმე კარგი მოთამაშე და მთლიანობაში ფასაცია დაიმატეს. იგივე სამომავლოდ მიქელაძეც ძალიან კარგი კალათბურთელი. ვალიშვილი იგივე ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა ოლიმპმა, ბევრად ძლიერი ალბათ ვიდრე წინა სეზონში. უბრალოდ წინა სეზონში
პლეი-ოფში ძალიან კარგი ტრანსფერი, ანუ ძალიან კარგად დაიხმარეს ცინცადე, გიორგი ცინცადე, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია იმაში, რომ ოლიმპს ფინალები ღირსეულად ეთამაშა. და ნუ მათთან სამწუხაროდ გუნდმა დაკარგა ასევე გიორგი გამყრელიძე. ძალიან დიდი მინუსია ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნაკრების გამთამაშებელი ძალიან გამოცდილი გიორგი გამყრელიძე ძალიან წარადგებოდა გუნდს. ამასობაში კი ვერ მოახერხა ზუსტად ჩააგდო ვაჟა ჯანაშიას მეორე საჯარიმო. ანგარიშია 76-ით 61 ოლიმპი იგებს შეხვედრას და მეოთხედის ამ თამაშის დასრულებამდე დარჩენილია დაახლოებით 8 წუთი, 7 წუთი და 50 წამი იყო. ტაბლოზე ამასობაში კუჭავას შეტევა. ქორიძემ არისროლა, გადაწყვეტა მინაშვილმა მოძებნა კუჭავა, ამჯერად კუჭავამ გადაწყვიტა სროლა, მაგრამ არაზუსტად და უკვე ბურთით ოლიმპის კალათბურთელებიან ტომარაძე იწყებს თავის გუნდის შეტევას. გადმოაწოდა მიქელაძეს ბურთი, პერიმერზე კვლავ ტომარაძე. ძალიან პრესინგს მიმართავენ ახლა ესტეუს კალათბურთელები, დვალიშვილი, საშუალო. აცილა საერთოდ. გიორგი ერთი შტაბის-დონე რჩება, რომ ესტეუს კალათბურთელები თავს, ანუ რო ვთქვათ, თავს აღარც იკლავენ. ბოლო მეოთხეში, ანუ ეწეღან ტომარაძემ ძალიან თავისუფლად შევიდა 3 წამიაში და ძალიან თავისუფლად ჩააგდო. ანუ უფრო ალბათ ყურადღებას ამახვილებენ თავდასხმაში, შეტევაში. გარბენი იყო უეჭველი. ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა ამ შემთხვევაში ვაჟა ჯანაშიას. თუმცა თავად ვერ შენიშნა და ესეთ გაკვირვებული უკვე ყოფილა სახით. იწყებს შეტევას ოლიმპი, თვალიშვილი არის ბურთით, ჰოგერი. ანდრელი აბადამიანის წინააღმდეგ თამაში ბიტუეტეს ესტეუში არავინ მოიპოვება ისეთი ვინც ფიზიკურად ოდნავ მაინც იქნება მიმსგავსებული მის პარამეტრებს. სიმაღლის მხრივაც ძალიან განსხვავება არის, ძალიან დიდი განსხვავება არის. 80-61 ანგარიში, ნუ 19 ქულა სხვაობა ოლიმპის სასარგებლოდ 6 წუთი და 58 წამია ტაბლოზე დარჩენილი იმისათვის რომ ნუ რამე შეცვალოს ესტეუ ან ოლიმპმა გაზარდოს კიდევ უფრო სხვაობა. წუთი შესვენება ესტეუმა იყო, ახო ტომარაძე რა ცვლილებებს მიმართავს. რეალურად კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო რომ დღევანდელი თამაშის წინ ალბათ ორი აზრიც კი არ იყო, ნუ ოლიმპი მოიაზრებოდა ფავორიტად და ითვლებოდა რომ ეს გუნდი დღევანდელ შეხვედრას აუცილებლად გაიმარჯვებს. და პრაქტიკულად ასეც ხდება, კი ბატონო, იოლ გამარჯვებას მიაღწევს ალბათ ეს გუნდი საბოლოოდ და ნუ გაუხდება უკვე 17 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოლიმპი ჩაუდგება სატურნირო ცხრილს 1-0-ად სათავეში, აი ბოლო ტურში კი უკვე ოლიმპი დაუპირისპირდება არმიას და ეს ტური გაიმართება 22 დეკემბერს შაბათს სპორტის სასახლეში იქნება ეს შეხვედრა. ამ თამაშის გარდა სპორტის სასახლეში ასევე სოხუმისა და ქუთაისის დაპირისპირება შედგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დაუპირისპირდება სამედიცინოს, ხოლო ესტეუ შეხვდება თბილისის დინამოს და პირველი წრე დაიხურება უკვე 23 დეკემბერს ბათუმში ადგილობრივი საკალათბურთო კლუბისა და რუსთავის თამაშით. უკვე დაუბრუნდეთ თამაშს. ოლიმპი 80-61 ამარცხებს ესტეუს, დასრულებამდე მეოთხედის დარჩენილია 6 წუთი და 30 წამი და გოგა ტომარაძე ბურთით ცდილობს რომ შეუტიოს ესტეუს კალათს. აქ გულისაბედაშვილი ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ბოლოს დააკლდა სიზუსტე. მინაშვილი პასი ჰოგერმა თავის სიმაღლე ძალიან კარგად გამოიყენა და ძალიან მარტივად დააფარა. კაი თამაში გაჩაღდა საბოლოოდ, საკმაოდ სანახაობრივი და გახსნილი რაც თავარია. გოგა ტომარაძე საშუალო არ გამოუვიდა. მინაშვილმა გამოიწყო შეტევა, კუჭავა. ასე ძალიან დაბნეულები თამაშობენ ესტეუს. ახოთ გულისაბედაშვილი როგორ გამოიყენებს ამ შანსს, მაგრამ არ იჩქარა. დაევალა თანაგუნდელების ჩამოსვლას, ტუცი ვერ ჩააგდო სერბმა ფორვარდმა და უკვე კუჭავა შეტევაში და როგორც იქნა კუჭავამ და ესტეუ მოახერხეს ყინულის დაძვრა და 63 ქულა უკვე ესტეუს აქტივში. ახლა გია კაზანჯიანი ამზადებს შეცვლას ერთბაშად 4 კალათბურთელი
შეიცვლება. რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ამ 4 წელსაც აქვს რაღაც გაწერილი გეგმა და ტაქტიკა, რაც შეიძლება გამოიყენოს შემდეგ თამაშებში. ნუ პრაქტიკულად დაცვაში საერთოდ შეეშვა წინააღმდეგობის გაწევას ოლიმპი, ყოველ შემთხვევაში ის შემადგენლობა, რომელიც ამდენიმე წამის წინ იყო პარკეტზე. ცვლილება განხორციელდა, სტენსოკია უკვე მოედანზე, თენეიშვილი, ფაცაცია, მილოშევიჩი და ერთ-ერთი ვინც დარჩა, წინა ხუთეულიდან ეს არის ტუცი. ალბათ ეს ის პირველი ხუთეულია, რომელიც დაიწყებს თამაშს, არ ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში. 5 წუთია დარჩენილი ამასობაში მატჩის დამთავრებამდე. ანგარიშია 80-ით 73, 17 ქულას იგებს ოლიმპი. ძალიან იოლა, თავდაჯერებულად თამაშობს ეს გუნდი და მიზანს აღწევს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. დარჩენილ დროში ალბათ სწორედ სასურველი მონახაზების კიდევ უფრო კარგად დამუშავება შეეცდება ოლიმპი, რაც შეეხება STU-ს. ეს გუნდი მაინც ცდილობს იბრძოლოს და გააკეთოს მაქსიმუმი, ყოველ შემთხვევაში თავზევით ვეღარ აი იგივე გიგაკვეტენა და შეიძლება გავიგოთ და ყველა თამაში ბოლომდე იბრძვის, იგივე პირველაშვილზე შეიძლება იგივე ითქვას, რომ და აი ბოლომდე იხარჯებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ძალა და უნარჩვევები. ამასობაში დვალიშვილმა ჩააგდო კიდევ ერთი ბურთი 65-ით, 80 გახდა ანგარიში, 15 ქულა ოლიმპის უპირატესობა, 4 წუთი და ნახევარია თამაში დამთავრდა მილოშევიჩმა. ძალიან არის ნობინა ვინ არის ბატონ პატრონი დღეს ვითარებისა და 82-65 ოლიმპის ასარგებლოდ 4 წუთი და ოდნავ მეტი რჩება თამაშის დასრულებამდე და კიდევ ერთხელ მინდა თქვა ის რომ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება დღევანდელი ტურის ბოლო მატჩი სამედიცინო უნივერსიტეტისა და სოხუმის კალათბურთელების მონაწილეობით საკმაოდ საინტერესო თამაში იქნება ორივე თანაბარი კალიბრის და ძალის გუნდია სოხუმი ამ შემთხვევაში მე-9 ადგილზეა ხოლო სამედიცინო მე-10-ზე თითო მოგება აქვს ორივე გუნდს 8 თამაშის შემდეგ და 7-7 წაგება 9-9 ქულით იყოფენ მე-9 მე-10 ადგილებს ასე რომ ძალიან საინტერესო თამაში გელის მე მგონი გულშემატკივროს და იმედია სპორტის სასახლის ტრიბუნებთან თუ აფხაზეთის ხმის ტელეეკრანებთან მოკალათებული ალბათ საინტერესო იმედი მაქვს საინტერესო მატჩის თვალყურის დევნების საშუალება ექნებათ ასე რომ იმედია რომ მართლაც დაელოდებით ამ თამაშს და გაამართლებს ეს თამაში გულშემატკივართა იმედებს. აკი აი გიორგი პირველაშვილმა გადაწყვიტა სამიანის როლა, მაგრამ მე რამდენად უკვე ამ შეხვედრაში არაზუსტად. STU-ს დღე ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ იყო იგივე წინა თამაში, იყო სხვა თამაშებშიც, რომ ერთთან ორ კალათბურთელს მაინც გამოსდიოდა რაღაც, მაგრამ დღეს STU-ს არც ერთ კალათბურთელს არ გამოსდის თამაში. შეიძლება გიგაკვეტენაძეზე თქვათ, რომელიც თითქმის ყველა თამაში ძალიან სტაბილური არის. ეხლა პირველაშვილმა ძალიან ცუდად დაკარგა ბურთი, ტუტუსმა კარგი პასი გააკეთა. და ჯარიმა თვალიშვილზე. საბოლოოდ ვითარება დასრულდა იმით, რომ ნოდარ თენეიშვილი ისვრის ორ საჯარიმო ხორცნას. და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ძალიან კარგად ითამაშა ნიკოლა ტუტუსი, იმის გარდა რომ კარგი პასი მიცა, ან ეფექტური გამოვიდა ეს და ეს სწორედ სანახაობრივ გულშემატკივრის ტაშიც კი დაიმსახურა ამ ეპიზოდმა. გულშემატკივრის რომელიც ნამდვილად აკლია დღევანდელ დღეს სპორტის სასახლეში. ნოდარ თენეიშვილი ხორცნის საჯარიმოს და კიდევ ერთი ქულით წინ გადის ოლიმპი 91-65 ანგარიში 2 წუთი და 40 წამი რჩება მატჩის დასრულებამდე. მილოშევიჩია ოლიმპის შემადგენლობაში ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კალათბურთელი 20 ქულა აქვს სერბ სპორტსმენს, რაც შეეხება ფაცაციას ის 19 ქულით ჯერჯერობით მეორე შედეგით არის, ასე ვთქვათ. რაც შეეხება უკვე STU-ს აქ ყველაზე შედეგიანი არის კვეტენაძე 13 ქულა აქვს ამ კალათბურთელს. და შემდეგ პირველაშვილს ჯანაშიას და დიდიგოს 8 ქულა აქვს. და ზოგადად მოდი ვთქვათ ის რომ ოლიმპის შემადგენლობაში სტაბილურად ყველაზე შედეგიან კალათბურთელად ფაცაცია ითვლება საქართველოს ნაკრების მოთამაშე და ფაცაციაზე შეიძლება ვთქვათ ის რომ მას აქტივში ჩაუთვალოთ სოხუმში გატარებული სეზონი რომელშიც სოხუმმა საკმაოდ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ყველა გუნდს თითქმის მისი და ლაშა ფარღალავას თამაშები ემახსოვრება სუპერლიგის მოყვარულებს ძალიან კარგად და ბოლომდე თამაშობდნენ და კარგად გამოსდიოდათ.
საერთოდ ეს ორი კალათბურთელი ფაცაციას როგორც ვიცი ბავშვობიდან ერთად თამაშობენ და გავიგე კიდეც მათ დაშორების ამბავი, ანუ სხვადასხვა გუნდებში რო გადავიდნენ, ცოტა არ იყოს და მეწყინა კიდეც. თუმცა მანამდე ფაცაცია თამაშობდა ამერიკის სტუდენტურ ლიგაშიც, საკმაოდ კარგად გამოდიოდა, როგორც ვიცი და სწორედ პლეი-ოფებში დაუბრუნდა სოხუმს 2 სეზონის წინ და ძალიან დიდი ძალა იყო, რა თქმა უნდა, ეს ამ გუნდისთვის. სტენსოკი პერიმეტრის ბარიერი გადალახა, შევიდა სამწამიანშიც და შედეგიანად დაასრულა მის იერიში. 93-69 გახდა ანგარიში. ალბათ ოლიმპიას ქულიან ბარიერის გადალახავს კი ბატონო. ალბათ გადალახავს კიდეც. პეტენაძე ბურთით. ქორიძე გაუშვა სამიანი, ვერ ჩააგდო, დვალიშვილმა მოხსნა. თვითონვე შეუტია და 2 ქულა. თავს აღარ იკლავენ დაცვაში ოლიმპის კალათბურთელები 10 წლიან მეტოქეს თამაშს და ნუ ეს ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში, რადგან ჩვენ პრინციპულ და დაძაბულ დრამატულ ფინალს ვეღარ ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში ესეთი ლამაზი ეპიზოდებით თუ იქნება გამრავალფეროვნებული თამაში, ესეც სასეირო და საინტერესო იქნება, ასე რომ ნუ დავზრახავთ ოლიმპის კალათბურთელებს იმაში თუ არ იკლავენ თავს ეხა დაცვაში, იგებენ დიდი სხვაობით. 93-71 ოლიმპი ამარცხებს STU-ს მატჩის დამთავრებამდე დარჩენილი არის წუთი და 28 წამი. უკვე 94-ით 71-ია და 23 ქულა უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია თამაშის დასწრი ბატონო, დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ოლიმპს მიულოცოთ მორიგი გამარჯვება, ეს იქნება ამ გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მერვე გამარჯვება 9 შეხვედრიდან და გუნდს ექნება უკვე 17 ქულა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ოლიმპი დღევანდელი დღის ბოლოს გადავა ერთპიროვნულ ლიდერად პირველ ადგილზე და პირველი წრის ბოლო ტურში შეხვდება ლიდერის სტატუსით. ნამდვილად, ეხლა უკვე ოლიმპმა გამოიყვანა გია კადანჯიანმა ახალგაზრდა კალათბურთელები. ივე გიორგი ცირეკიძე, ჩვენ ხედავთ. ბოლო წუთი მიმდინარეობს უკვე დღევანდელი მატჩის, აქ ძალიან კარგი შესვლით თენეიშვილმა 2 ქულა შემატა ოლიმპს, ანგარიში 96-71. დაიწყო ბოლო წუთი მატჩისა და ცდილობს გიგა კვეტენაძე ბურთი ითვლება. აყოფიერი გამოდგამის მცდელობა, 2 ქულით შეამცირა STU-მ ანგარიშის სხვაობა, ანუ რა თქმა უნდა, კარგად ესმით ეხა STU-ს კალათბურთელებს რომ თამაშის გაარჩენის არანაირი შანსი აღარ არსებობს. მაგრამ ნუ ეცდებიან რომ ბოლო წამები იყოს საკმაოდ ესეთ საინტერესო, სასეირო და სანახაობრივი და ნუ გამოვდით კიდევაც, რადგან აი ხა დარწმუნებულად ჩატენის კი ბატონო, საინტერესო იყო ტაშის მოსხვიდა გულშემატკივარს დიმა დვალიშვილის აი ჩატენო. მე-7 ქულაა მისი. ანგარიშია 75-96, 21 ქულა ოლიმპის სასარგებლოდ და ნახევარწუთზე ნაკლები რჩება უკვე თამაშის დასრულებამდე. გოგოძე მისროლა, ცოტა დააკლარო, ზუსტად ჩაეგდო ახალგაზრდა კალათბურთელს. მაგრამ არ გამოუვიდა. დაჯარიმდა აქვე მაჩალაძის წინააღმდეგ. STU განაახლებს შეხვედრას. 18 წამია დარჩენილი თამაშის დასრულებამდე, ანგარიშია 96-75 ოლიმპის სასარგებლოდ. მე უცებ გაგაცნობთ იმ მატჩების ანგარიშებს, რომელიც დღეს შედგა. არმიამ 99-76 ძლია ბათუმს, დინამომ 83-78 მოუგო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ხოლო ქუთაისმა დაამარცხა TSU 83-79. ეს შეხვედრა რამდენიმე წამში დასრულება და ანგარიშია 96-75 აი დასრულდა კიდეც, ხოლო სამედიცინოს და სოხუმის დაპირისპირება სულ რამდენიმე წუთში დაიწყება და ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით თქვენ ამ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციასაც იხილავთ, ასე რომ დაელოდეთ სამედიცინოს და სოხუმის მატჩი იქნება ნამდვილად პრინციპული ამ გუნდების უშუალო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი არიან ამ შემთხვევაში სატურნირო თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მიყვავდა მე გიორგი გულბანსა და საბა ნიკოლაძეს, ასე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის. კარგად